სამების საკათედრო ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობის მორიგი 73 ეტაპი გაიმართება. ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მონათლავს. ტრადიცია, რომელიც ილია მეორემ დაამკვიდრა, ახლა შიო მესამის ხელმძღვანელობით გრძელდება. 20 საათზე კი პატრიარქი ნათლულებს ძალოსთავს. ამასთან დღესვე სამების ტაძარში მივლენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები. მათ უწმინდესი დალოცავს. ცარო კირვალიძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან. ცარო გისმენთ. საკვირაო წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. თავად პატრიარქი მიიღებს ზიარების პროცესში მონაწილეობას, ამის შემდეგ უკვე იქნება ქადაგება. სულ ცოტა ხნის წინ აქ მოვიდნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, ისინი უკვე ტაძარში იმყოფებიან. მათ დალოცავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ბუნებრივია აზიარებს, ამაზე საუბრობდნენ სწორედ მშობლები და მათ გაიხსენეს ის მნიშვნელოვანი ღვაწლი, მათივე თქმით, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იმ პროცესში გასწია, რასაც ქვია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ორი მედიკამენტი საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება შემოტანილი. სწორედ ამაზე საუბრობდნენ მშობლები და ამბობენ იმას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში. სწორედ ეს დღე გაიხსენეს მათ და თქვეს, რომ საკმაოდ დიდი მადლი წამოიღეს საპატრიარქოდან. ამაზე საუბრობენ ისინი და ამბობენ, რომ დღევანდელ დღესაც ელოდებიან, რომ საქართველოს პატრიარქი ამ ბავშვებს დალოცავს და დიდ მადლს წამოიღებს თითოეული მათგანი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამი კვირის წინ ვიყავით ჩვენს უწმინდესობასთან, რომელმაც დალოცა ჩვენი ეს პროცესი, მას ესწრებოდნენ ამ შეხვედრას სინოდის წევრები, მეუფეები და ძალიან თბილი მიღება იყო. ჩვენ ფაქტიურად გურცველად შემიძლია ვთქვა მე მშობლების სახელით, რომ ესეთი მადლი წამოვიღეთ იქიდან, რომ ფაქტიურად უმოკლეს დროში მოხდა დიდი გამარჯვება. ეს აქ ვართ და ძალიან გვიხარია, ჩვენ შულებს უხარიათ, რომ დღეს პატრიარქს ახლოდან იხილავენ, დალოცავს და ეს კიდევ ერთი იმედია აი ამ ბავშვებისთვის ამ ბრძოლის შემდეგ, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ამ ბავშვებმაც იბრძოლეს და იმხელასით და სიხარული მიიღეს საზოგადოებიდანაც, რომ რაღაცა წელი აი თითქოს 5 წელი გაუხარისხოთ ამ ბავშვებს და დღევანდელ დღესაც ძალიან მოლოდინით ელოდებოდნენ. მე ვფიქრობ, რომ საპატრიარქომ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ მადლობა მინდა უთხრა საპატრიარქოს და უწმინდეს და უნეტარეს, რომელიც დღეს დალოცავს ჩვენ ბავშვებს, აზიარებს ჩვენ ბავშვებს. დღევანდელ დღეს აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა პირველად საქართველოს ისტორიაში საყოველთაო ნათლობას საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე ჩაატარებს. 2008 წლიდან აღინიშნება ეს ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. 73 საყოველთაო ნათლობა არის. დღეს როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 600-ზე მეტი ბავშვი არის რეგისტრირებული. ნათლობა დაიწყება 5 საათზე და უკვე 8 საათზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე დალოცავს ამ ბავშვებს. სასულიერო პირები, რომლებიც ჩავწერეთ, საუბრობენ ამ დღის მნიშვნელობაზე, ამ დღის დატვირთვაზე და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრადიცია, ამ ტრადიციაში საფუძველი ჩაეყარა მხოლოდ იმიტომ, ერთ-ერთი მიზეზი იყო მხოლოდ ის, რომ შობადობა გაიზარდოს ქვეყანაში და ჩვენ ილია მეორეს ქადაგებებშიც არაერთხელ მოგვისმენია ამ საკითხზე აქცენტირება, ასევე შიო მესამის ქადაგებებშიც არაერთხელ ყოფილა ამ საკითხზე აქცენტი და მაყურებელს შევახსენებ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს შიო მესამემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დადო პირობა, რომ ეს ტრადიცია, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ილია მეორემ ჩაუყარა, აუცილებლად გაგრძელდებოდა. საყოველთაო ნათლობებმა ძალიან დადებითად იმოქმედა ჩვენს ერზე, ვინაიდან უამრავი ბავშვი გაჩნდა. სწორედ უწმინდესის ინიციატივა იქიდან გამომდინარე იყო, რომ მოგეხსენება ჩვენი ერი მცირდება და ამ ყველაფერმა მეტნაკლებად გამრავლება გამოიწვია და ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შვილი ყავდეთ, პატრიარქის ნათლულები ყავდეთ ოჯახში და ღვთისწყალობით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეც აგრძელებს ამ ტრადიციას. 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა პირველი ნათლობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. დღემდე უკვე არის 72 ეტაპი ნათლობის ჩატარებული, 50,000 ბავშვზე მეტია მონათლული. 5 საათზე დაიწყება ნათლობების მსახურება, რომელიც რამოდენიმე ეტაპადაა გადანაწილებული. ნაწილი მოსანათლებისა მოვლენ 5 საათზე, ნაწილი 6:30-ზე, 6 საათზე და ესე გადანაწილდება და მე უკვე მისი უწმინდესობა შიო მესამე უკვე მობრძანდება 8 საათზე და როცა უკვე ამ დროს უკვე ნათლობები უკვე დასრულებული იქნება, ეს ნათლობის მსახურება
იქნება დასრულებული იქნება და მისი უწმინდესობა მერე ყველა მის ნათლს სათითაოდ ალოცავს. რაც გარდაცვლილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და მისი უშუალო ლოცვა კურთხევით და მისი უშუალო ჩართულობით, რა თქმა უნდა, ხორციელდებოდა დაიწყო საქართველოში მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლობა. ყველა ოჯახში მისი უწმინდესობა შებრძანდა როგორც ნათლია და ბუნებრივია, რომ მადლიერებას იმსახურებდა ეს ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველი მოსახლისთვის, რა თქმა უნდა, და აი ამ ამ უნიკალურ ტრადიციას აგრძელებს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. საყოველთაო ნათლობა 5 საათზე დაიწყება. ამ დღეს პატრიარქი ჯვარდაწერილი ოჯახების ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება. წელს პირველად ამ ნათლია იქნება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. როგორც გვაგითხარით, ნათლობა 5 საათზე დაიწყება, უკვე 8 საათზე კი ახალი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ამ ბავშვებს დალოცავს. მადლობა, ცარო კირვალიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.